ხლა ვიდეოს ვიღებ იმ მაყურებელთა თხოვნით, რომლებმაც მომწერეს, რომ ეს ფრინველის სარწყულებელი და საკვებური ვერ გაიმეორეს, რომ სარწყულებელს წყალი გაზდის და არ მუშაობს, ხოლო აი ამ საკვებურიდან იბნევა. ეხლა ეს აქ რასაც ხედავს, არის შედარებით პატარა ვარიანტი წიწილებისათვის 2 თვემდე თავისუფლად ემუშავებს. აი ეს საკიდი აუცილებელია წინააღმდეგ შემთხვევაში 2 კვირის წიწილი ამათ უკვე გადაატრიალებს და არავითარ შემთხვევაში არ იქნება მისი სადგომის უფთა. ამიტომ აუცილებლად ის უნდა ჩამოუყიდოთ. დადგმა შეიძლება სანამ წიწილი არის ძალიან პატარა, რამდენიმე დღის, კი ბატონო, მაგრამ შემდეგ უკვე აუცილებლად უნდა ჩამოუყიდოთ. განსხვავება დავაკვირდეთ სარწყულებელსა და საკვებურს შორის. არის ის, რომ საკვებურს აი აქ თავი ჩაჭრილი აქვს და აი აქ ნახურეთი ქვევით აქვს გაცილებით უფრო დიდი ვიდრე სარწყულებელს. სარწყულებელის ნახურეთი არის ერთი სიცხნა პატარა. აი აქ არ ვიცი ახლა ჩანს თუ არა. პრინციპში ცუდად ჩანს. პატარა დაახლოებით 5-6 მმ-ის არის. აქ კი საკმაოდ დიდი ნახურეთია, წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან მშრალი საკვები, ხორბალი იქნება ფქვილი კომბინირებული თუ რა, არ ჩამოიყრება. ეხლა აი ეს ნახურეთი იმისათვის არის, რომ აი აქ ძაბრი ჩავდგათ და ძაბრით ჩავყაროთ საკვები. მეტი არაფერი. წყალს რო ასეთი რამე გავუკეთოთ, ის აუცილებლად დაიქცევა აქედან. ამიტომ წყალზე ეს ზედა მხარე ჰერმეტულად არის გაკეთებული, ის კი არა შეგადეთ წებოთიც კი მაქვს აი ეს მდნარი წებო რომ არის წებო პისტოლეტით არის იგი დაფიქსირებული, რომ გარანტირებულად აქედან ჰაერი არ შევიდეს. ეხლა ზუსტად ასეთივე შედარებით დიდი ვარიანტი დააკვირდით. აი ეს არის სარწყულებელი ხათმებისათვის, ოღონდ უკვე 2 ლიტრიანი ბოთლით. კონსტრუქცია არის აბსოლუტურად ერთნაირი, ეს კიდე საკვებური, სადაც ხორბალი უყრიათ. აი ამასაც აქვს ჩასაყრელი. აი, შეხედეთ. მე მგონი ჩანს კარგად, საიდანაც ხორბალი იყრება ძაბრის საშუალებით. ეხლა ეს იმსხელა სიმაღლეზეა დაკიდებული, რომ ხათმები მასში მხოლოდ ნისკარტის ჩაყოფას და წყლის ან საკვების მიღებას თუ მოახერხებენ. იმ სიმაღლეზე არის, რომ ესე იგი ნაკლებად დასვარონ და ფეხი ვერ ადგან და ასე შემდეგ, ფეხს ვერ მოიკიდებენ. ასეთ პატარა ამაზე ფართობს. ხოლო დალევას და ეს მოახერხებენ. ეხლა ასეთი რამ როგორ გავაკეთოთ, რომ წყალი არ გაუვიდეს. ეხლა ეს ძალიან უნდა მოახერხო, რომ აქედან საკვებურიდან რო დაიპნეს, მაგრამ წყლის ჰერმეტიზაციას ქვევითკენ რაღაც გარკვეული მოქმედებები ჭირდება. ხა დავაკვირდით რა არის აქ. აი ერთი კომპლექტისათვის. უყურეთ, აი ეს ერთი ჯამი, რომელიც გახურეტილია ზუსტად დიამეტრზე ბოლტის. ბოლტის შესაბამისი გაიკა. შემდეგ 2 პატარა შაიბა. ხედავთ ხომ 2 პატარა შაიბა, ერთი დიდი შაიბა, ერთი გროვერნის შაიბა და 2 რეზინკა 20 მმ-იანი სანტექნიკის. ეხლა მე ავაწყობ აი ამ ძირს და თხოვთ დააკვირდეთ. ეხლა მოდით ავაწყოთ სისტემა ეს ძირი, როგორი უნდა იყოს, რომ მას წყალი არ გაუვიდეს და მოხდეს აი ამ არაჰერმეტული შეერთებების ჰერმეტიზაცია, შეხედეთ. აი ეს ავიღე გახურეტილი ჯამი. შემდეგ ჩვეულებრივ
გაიკას წამოვაცვი პატარა შაიბა. აი, პატარა შაიბას ვაცმევ და ამას ვუყრი ქვემოდან. აგერ. ამის შემდეგ ერთი რეზინა ავიღე და ჩამოვაცვი 20 მმ-იანი. შემდეგ ავიღე ბოთლის პრობკა, რომელზედაც უნდა დამაგრდეს, იგივე კოკა-კოლას ბოთლია, რომელზედაც უნდა დამაგრდეს 2 ლიტრიანი იქნება თუ 9 ლიტრიანი. აი შეხედეთ, აი ეს მდგომარეობაა ჯერჯერობით. ქვემოდან გაიკა და შაიბა არის. შაიბები აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში გატყდება ეს პლასმასები. ამის შემდეგ ვიღებ კიდევ ერთ რეზინკას და ვაცმევ აი ამაზე თავიდან. ამის მერე ვიღებ უკვე დიდ შაიბას. შემდეგ ამ დიდ შაიბას ჩამოვაცმევ პატარა შაიბას. ამის ზევით გროვერს რო არ მოეშვას ბოლტი. აი ჩამოვაცვი გროვერი და ეხლა გაიკით უნდა დავამაგრო. აბატონო, აი ეს უნდა მოუჭირო ხელის ძალა ამას. რა თქმა უნდა არ ეყოფა. ამიტომ აუცილებლად სახრახნისით და შემდეგ ჯერ სახრახნისით ხელით სანამ დავიჭერთ. თუმცა ხელით დაჭერაც ეყო. თუ არა და აი ესეთი ბრტყელტუჩათი შეიძლება გაიკის დაჭერა და კიდევ უფრო მაგრად მოჭერილია შეიძლება ითქვას. всё, აი მზად არის ჩემო ბატონო სარწყულებლის ძირი. ეხლა ასეთი ჰერმეტიზაცია რეზინის პროკლატკები რა თქმა უნდა აი ამას არ სჭირდება. იმიტომ რომ მშრალი საკვები არსად არ დაიფნება, აი წყალს სჭირდება ჰერმეტიზაცია, რომ არ დაიქცეს. ეხლა არ და ბოლოს მინდა ასევე ერთ ნამდვილად აზრიან შეკითხვას გავცე პასუხი, რომელიც მაყურებელთან მოვიდა, რომ რატო არ ვაკეთებ ისეთ სარწყულებელსა და ისეთ საკვებურს, რომელშიც უბრალოდ რომელიდანაც მთელი ერთი კვირა ავტომატურად იკვებება ქათამი. ან წიწილი. ეხლა ასეთი რამ. ერთი ცალი ასეთი დიდის გაკეთებას ნამდვილად არ აქვს აზრი შემდეგი მოსაზრებით, რომ ქათამს აქვს ძალიან ბინძური პირი და ის აუცილებლად დააბინძურებს საკვებს ერთი კვირის განმავლობაში. ამას ჯობია თუ მაინც და მაინც თქვათ იმაზე დაჩაზე ყავთ ქათმები და კვირაში ერთხელ და მეჯერ არ ადიხართ. ბევრი აი ასეთი გააკეთოთ პატარ-პატარა და მათ დაბინძურებას ვერ შეძლებენ. ეხლა როდესაც ბუნკერი დიდია, განსაკუთრებით წყლისა, ის საერთოდ მე თუ მკითხავთ ერთი კვირა დასატოვებელი არ არის, იმიტომ რომ ერთი კვირის განმავლობაში შიგ ბაქტერიები არ გამრავლდეს, ვარიანტი არ არის. ხო და ასეთ შემთხვევაში რა ხორცის ეკოლოგიურ სიზუფთავეზეა საუბარი. ნაწლავურ ინფექციებს მიიღებთ და ანტიბიოტიკებით დაცვა მოგიწევთ ქათმებისა. ამიტომ არა, მე ვაკეთებ ისეც, რომელიც დღეში ერთხელ ან უკიდურეს შემთხვევაში 2 დღეში ერთხელ თქვათ სარწყულებელი აუცილებლად გაირეცხება, ხოლო საკვებური დაიცლება, დასუფთავდება და შემდეგ ახალი ჩაიყრება. ანუ 2 დღეში ერთხელ მაინც და სარწყულებელზე სასურველია დღეში ერთხელ მიხედვა მოხდეს. ამაზე მეტის საჭიროება და უფრო ინტენსიური სისუფთავის დაცვის საჭიროება აქ არ არის, მაგრამ ამაზე ნაკლებიც ნამდვილად არასასურველია.
იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გააკეთებთ დიდი ზომის, ესე იგი ბუნკერი ან სარწყულებელს ან საკვებურს, საკვებურს შედარებით ნაკლებად, მაგრამ აი სარწყულებელს აუცილებლად დააბინძურებენ და მასში აუცილებლად წავა ნაწლავური ინფექციის ბაქტერიები, რასაც არანაირად არ გირჩევთ არც თქვენთვის, არც თქვენი ფრინველებისათვის. მადლობა ყურადღებისთვის.